მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის თამაში საქართველო-უკრაინა და საქართველო მოიგებს ავტომატურად მე-6 რაუნდის მერე და ქვეითდება ახალ დივიზიონში. ანუ ახლა თუ მოიგებს შემდეგ მატჩში წააგებს თუ მოიგებს არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ აქ მოიგოს. თუ არა მაშინ შემდეგ მატჩში აქ აუცილებელი მოსაგები. და იწყება თამაში კიტეიშვილი და წაართვა კიტეიშვილს უკრაინელებმა დვალი და აი ვარდნა გააკეთა კვარაცხელია მიქაუტაძე აბა კვარამდე არ გაუშვეს პასი წინა ძალიან შედეგიანი 10-ით 2 დამთავრდა მამარდაშვილი სად გამოვიდა კაკაბაძე კვარაცხელია მიქაუტაძე კიტეიშვილი კოჭორაშვილი კუთხური რა შანსი გქონდა ავტოგოლი შეიძლება ეს ყოფილიყო მაგრამ განსაზღვრა როგორც ჩანს კვარაცხელიამ ჩააწოდა დავითაშვილი ვერ დაარტყა ჩაკვეტაძე და კერდით გაიტანა გოლი 1-0 არის ძალიან კარგად და ჩაკვეტაძეს გოლი ძალიან კარგი იყო შეხედით აი როგორ გაიტანა ოპაც ახლა კაპიტაციო აბა არ გაბრაზდნენ და არ გაგვითანაბრონ მიდი ბიჭებო გადაარჩინეთ კარიო აცილეს კიდე კაი არ უნდა გაგვიტანონ გოლი მამარდაშვილი დვალი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი წაართვეს კიტეიშვილს ჩაკვეტაძე თითქოს წაართვა მაგრამ არა უკრაინელები დაბრუნდნენ ბურთით მიქაუტაძე ჩაკვეტაძე მიუსწრო პასი კვარას ვერ გავიდა ხვიჩამდე პასი მიუვიდა უკრაინელს აბა მიდი კაკაბაძე და პრესინგე ძალიან კარგად დააპრესინგა სტერპარენკო მოდის კარგია გადავარჩინეთ აბა ჩაკვეტაძე კაკაბაძე მიქაუტაძე კვარაცხელიამდე მივიდეს პასი მივიდა და გოლით შეაგდო 2-0 კარგია კვარაცხელია ბურთი ძალიან ცხელია ნახეთ რა ქნა საიდან შეაგდო ოჩახ 2-0 დავწინაურდით მოდიან სურბაკოვ მოდის გადავარჩინეთ ძალიან კარგად გადავარჩინეთ ოჩახ ქართველებს აბა ახლა ჩაგვაწვდიან კუთხურს მიდი უნდა მოიგერიოთ კუთხური კვარაცხელია მოიგერია კინაღამ გოლი გაგვიტანეს არა ასეთ შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ აბა მამარდაშვილი პასი კიტეიშვილს კაკაბაძე კიდე გაგდება უნდა კვარაცხელიაზე მაგრამ ძალიან ძლიერი პასი მოუვიდა მიდით ბიჭებო მიდით და დამთავრდა პირველი ტაიმი ჩვენი მოგებით 2-0 უკრაინასთან ძალიან ბევრი მატჩი არ მოგვიგია სულ გვაქვს მოგებული 4 მატჩი უბრალოდ ისინი დამხანაგურები იყო აბა
სურდაკოვ მოდის, არ უნდა გავატანინოთ. დვალი კარგია, მაგრამ კიდე მოდის და გაგვიტანა სამწუხაროდ, მაგრამ მთავარია შევინარჩუნოთ ისევ 2-1 და 2-2-ზე არა მოგვიქაჩონ. როგორც ჩვენ მაშინ დანიელებს ავუქაჩეთ. მატჩის ბოლოს კი გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონატის ყველა ანგარიშს, რადგან ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რომელ გუნდში მოხვდება საქართველო. თუ მოვიგეთ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მათ კიდე. დავითაშვილი, კარგია, კვარაცხელია. უვარდებოდა დავითაშვილს იქ. კიტეიშვილზე კაი პასი მიქაუტაძემ გამოიყენა და 3-1 მიქაუტაძემ მოახერხა და საქართველო დააწილაურა უფრო კარგ ანგარიშზე და კომფორტულზე. აბა მიქაუტაძე განახლეს. მიქაუტაძე წითელი ბარათი. სამწუხაროდ შემდეგ თამაშს გამოტოვებს. ასე არ შეიძლება. მიქაუტაძე ძალიან ზივზივაძე გავიდა და კვარცხელია გავიდა, ზივზივაძე შემოვიდა, მათესაური შემოვიდა, მამარდაშვილი გავიდა, დვალი გავიდა, სიგუა შემოვიდა. გიზი მამა გეიშვილი ყავს. ეგ როგორ გამომრჩა. გიზი მამა გეიშვილი შემოუშვით საქართველოს ნაკრებში და ამასობაში დაჯარიმდნენ. კიდე გავიდა გურამ ეს რა უქნა. გავიდა გურამ კაშია და შემოვიდა ჯიმი ტაბიძე. მარა შტანგას გავარტყით და დავითაშვილს რა შანსი ჰქონდა რომ აეძლო. ხო, რას ვიძახდი რა, ჯიმი ტაბიძე შემოვიდა. მას უკვე კაი ხანი არ უთამაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და რა დახმარებას გაუწევს. კაკაბაძე, მიდი კაკაბაძე. არავის ადლოს პას, თვითონ უნდა გოლის გატანა და შეუშალეს ხელი. თორე გოლი ვარდებოდა, იმიტომ რომ კარის ის ნაწილი, რომელშიც კაკაბაძე არ ტყავდა, დაცარიელებული ქონდა მეკარეს. შეიძლება ეხლა რამე მოხდებოდა და გადაერჩინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო კიტეიშვილი და ვერ დაარტყა. და არის 69 წუთი და 3-1 ვიგებთ. სიგუა დავითაშვილი და რა ლამაზ გოლს გაიტანდა დავითაშვილი. გოლი რო ყოფილიყო, მაგრამ არ იყო გოლი. მის და სამწუხაროდ. ჩვენთვის არც ისე სამწუხაროა. და რას იზავენ აბა კიტე. მიდი კიტე. დაჯარიმდა. კიტეიშვილს ყვი. კიტეიშვილიც სამწუხაროდ იქით შეხვედრას გამოტოვებს. მაგრამ რას ვიზავთ. და კიტეიშვილის მაგივრად იქნება ლობჟანიძე, შემოგვიტიეს და გიზი მამა გეიშვილმა რა აღებინა და დაუბრუნა ისე აიღეო, მაგრამ საურიმ ჩააწოდა. კაკაბაძე, ზივზივაძე, მიდი ზივზივაძე. მან წინაზე საქართველოს ძალიან დიდი დახმარება გაუწია და გაიტანა გოლები. აბა და შეცვლა არის უკრაინელებში. გავიდა შასპირანკო. ამასობაში გიზი მამა გეიშვილის უნდა პრესინგი, მაგრამ შემოტევა და საური რა ბურთი მოიგერია. საური მათესაური. შემოტევა გიზი მამა გეიშვილმა ვარდნისგან თავი დაირიდა, მაგრამ გაგვიტანეს მაინც. პენალტი არ უნდოდა და პატარა ვარდნა გავუკეთა, მაგრამ ეს ვარდნა ვერ ეხმარა საქართველოს და გაიტანეს გოლი. არ უნდა გაგვიტანონ მეტი გოლი, თუ არ გაათანაბრებენ და თანაბრობა არ გვაწყობს. იმიტომ რომ პირდაპირ დივიზიონში ვერ დავქვეითდებით ახალში. და სტეპარენკო ახლა გავიდა.
და დავითაშვილი, ზივზივაძე, ბუდუ ზივზივაძე და სამწუხაროდ ვერ გამოიყენა, გავიდა მიკორაბლო და რტყმა ზივზივაძე, კოჩორაშვილი, კაკაბაძე, ქოშორაშვილი. კაკაბაძემ წაიღო და გაუვარდა ბურთი, ხელი კრეს. აი შეხედეთ, ხელი რა ქნა მაშინ. აი მოკლედ საბარნი გავიდა და ბრანდშო შემოვიდა. 12 წუთი დაამატეს რა ამბავია. კიტეიშვილი მიდი, არა კიტეიშვილი სიფრთხილეს იჩენს, არ უნდა წითელი ბარათი. თორე ერთს კი არა ორ მატჩს გამოტოვებს. შაპარენკოს არ უნდა გავატანინოთ გოლი და ამასობაში დამთავრდა თამაში და ჩვენი მოგებით 3-2 და საქართველო ავტომატურად დაქვეითდება დივიზიონ. აი ეს ჩვენი ანგარიშები. აი ახლა ნახავთ ანგარიშს. ესტონეთი, ფარერის კუნძულები, ფარერებმა მოუგეს 1-0. მაკედონიამ სომხეთს მოუგო 3-1. ბელარუსს აზერბაიჯანმა 2-1 მოუგო. კვიპროსმა ლუქსემბურგს მოუგო 1-0. გიბრალტარმა 1-0 მოუგო სან-მარინოს. მოლდოვამ კიდე ანდორას 6-0. საქართველო, უკრაინა 2-1, ავსტრია, სლოვენია 1-1. ლიტვანია, კოსოვო 2-0 კოსოვოს სასარგებლოდ. რუმინეთი და სლოვაკეთმა 3-2 მოუგო. ლატვამ ბულგარეთს მოუგო 2-1, შვედეთმა ინგლისს 2-1. ჩეხეთმა მონტენეგროს 2-1 მოუგო. რა ქვია, ფინეთს მოუგო საბერძნეთმა 7-1. ყაზახეთმა ისლანდიას მოუგო 2-0. ინგლისმა ირლანდიას 3-0. თურქეთმა ნორვეგიას 2-1. უელსმა ალბანეთს 2-0. ისრაელს დანიამ მოუგო 1-0. აი ჩვენი დანია. საფრანგეთმა იტალიას 1-0.